ღირსი პორფირი კავსოკალიველი. წმინდა მორჩილება ღმერთზე სრულად მინდობაა. რით დავიწყო შვილო იმის გადმოცემა, თუ როგორ გავხდი მონაზონი. მთაწმინდაზე ჩემი ცხოვრება გრძელი ისტორიაა. 14 წლის რომ გავხდი უხუცესმა მიხმოდა მკითხა. რის გაკეთებას აპირებ, რა გეგმები გაქვს, დარჩები აქ. დავრჩები ვუპასუხე აღფრთოვანებულმა და სიხარულით ახსავსებ. დაიჩოქე, დავიჩოქე. მაშინ თავისი ძველი ანაფორა გამომიტანა, რომელშიც მუშაობდა. ის იმდენად დაკემსილი, გადაკემსილი იყო, რომ თავდაპირველი ნაჭერი აღარც კი ჩანდა. საყელო ოფლისგან სულთლად მარილიანი ჰქონდა. კირიაკონში შესანიშნავად შემოსილ ბერებს ხედავდი და მაცავით ანაფორაზე ვოცნებობდი. მაშინ ბავშვურად ფიქრობდი, რომ ის ანაფორაც, რომლითაც შემოსავდნენ, ახალი და ლამაზი იქნებოდა. მაგრამ როდესაც ამის დრო დადგა, რას ვხედავ? რაღაც დაკემსილ ძონძებს. გავნაწყენდი თუმთ ცოტა ხნით, სულ 5 წუთით. მე ხომ ბავშვი ვიყავი 14 წლისა, მაგრამ არაფერი მithქვამს, არ დამიჩივლია. ანაფორის დანახვაზე შევწბუნდი, როგორც გითხარით, მაგრამ უმალვე კეთილად შევიცვალე. დამლოცეთ, თქვი და გამოვართვი ანაფორა. ამაზე მეტად აღარც მიფიქრია. იმ მოღვაწეებზე ვფიქრობდი, რომლებიც დაბებკულს ატარებდნენ, არასოდეს არ იხდიდნენ და არც რეცხავდნენ მათ. უფალმა ამის გამო დიდი ნუგეში მომცა. მე ფსალმუნის კითხვაზე განმაწესეს. წილად მხვდა წამეკითხა იოანეს კათოლიკე ეპისტოლე და იმავე დღეს, ღმერთო ჩემო, შენ მე მესაუბრებოდი, ღმერთო ჩემო, შენ მრავალი რამე მითხარი. მონასტერში ღვთისმსახურებისას გულისხმის ყოფით უნდა იყო. თვალყურს უნდა ადევნებდე მსახურებას და მისით უნდა ცხოვრობდე. ჟამნობის, კანონების კითხვისას სიტყვაც არ უნდა გამოტოვო. მკაფიოდ იკითხე და გესმოდეს, რასაც კითხულობ. უფალს მხოლოდ სიყვარულით უნდა შევღაღადოთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. კიდევ მეტი მუხტდრეკა აღასრულე, მოცემული კანონი შეასრულე. მუხტდრეკა განწმენს და განანათლებს სულსაც და სხეულსაც. შენ ეხლა ვეღარ შეძლებ აქ მოსვლას, ურთიერთობა სულიერად გვექნება. როდესაც დედა ღვთისმშობელს შენს პრობლემებს და გაჭირვებას შეავედრებ, ასე წარმოთქვი, ლოცვითა უხუცესისათა შემეწიე ამ გასაჭირში. შევიტყობ შენს გაჭირვებას და საიდუმლოდ ვილოცებ შენთვის. მონაზვნად შენი აღკვეცის დღე და საათი მინდა რომ ვიცოდე, რადგან სულიერად მეც იქ ვიქნები შენს გვერდით. ერთ-ერთი მონასტრის იღუმენიას სხვა დანარჩენ რჩევებთან ერთად მამა პორფირმა ასეთი დარიგება მისცა. დებისთვის იზრუნე, მკაცრად ნუდად უგზავ დებს, თორემ სენაკში დაბრუნებულს მწუხარება მოგიცავს და იტირებ. წმინდა მორჩილება ღმერთზე სრულად მინდობა არის, ღვთისადმი სრული მორჩილება, ყოველგვარი კამათისა და წინააღმდეგობის გარეშე, უაზროდაც რომ მოგეჩვენოს მრავალი რამ. ეს არის ის, რასაც ჩვენ საღმრთო ლიტურგიაზე წარმოვთქვამთ. ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ. იგივე თხოვნაა ლოცვაშიც, რომელსაც მღვდელი საიდუმლოდ კითხულობს. შენ შეგვედრებთ ყოველსა ცხოვრებასა ჩვენსა და სასოებასა მეუფეო კაცთმოყვარეო და გხადით შენ და გევედრებით და შეგივრდებით, ღირსყვენ ჩვენ მოღებად ზეცისა შენთა შესაძრწუნებელთა საიდუმლოთა. ეს არის ღმერთზე მინდობა, ეს არის წმინდა მორჩილება. ის გარდაქმნის ადამიანს და მას ღმერთკაცს ხდის. მორჩილი ადამიანი თავის შინაგან მდგომარეობას აცნობიერებს და რაც არ უნდა ცოდვილი იყოს იგი, თავის პიროვნებას არ კარგავს. მან იცის, რომ ცოდვილია, წუხს ამისთვის, მაგრამ სასოწარკვეთას არ ეძლევა, არ უძლურდება.
ის, ვისაც წმინდა მორჩილება გააჩნია, არ კამათობს, ანუ არ ეწინააღმდეგება. იგი თანახმაა, რომ სხვა ადამიანები ამოწმებდნენ მას, შენიშვნებს აძლევდნენ, მაგრამ მორჩილი არ ღიზიანდება და თავს არ იმართლებს. იგი წონასწორობას არ კარგავს. ეგოისტს კი პირიქით ემართება. ის დათრგუნულად, შევიწროვებულად გრძნობს თავს. თავიდან მორჩილს გავს, მაგრამ თუ ვინმე ოდნავ შეეხება, იგი იქვე კარგავს სიმშვიდეს, ნერვიულობს და ღიზიანდება. მორჩილს წამს, რომ ყველაფერი ქრისტეზეა დამოკიდებული და ქრისტე მას თავის მადლს უბოძებს. ასე წარემატება იგი. წმინდა მორჩილების მქონე დედამიწაზევე ცხოვრობს ამ ქვეყნიურ ხელთუქმნელ ეკლესიაში. მას მუდმივ უსიამოვნებაშიც კი ქრისტეს მიერი სიხარული აქვს, რაც წმინდათა ცხოვრებაში ჩანს. ვინ იყო პავლე მოციქული? ჩვენსავით ადამიანი იყო და ვინ გახდა? ღვთის იარაღი, რჩეული ჭურჭელი, რასაც მისივე სიტყვები მოწმობენ, ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველა რჩემთანა ქრისტე. რამე თუ ჩემდა ცხოვრება ქრისტე არს და სიკვდილი შესაძინელ. პავლე მოციქული ქრისტეს სიყვარულით იწვოდა და მორჩილებამ მასთან აღიყვანა. ღვთისათვის უნდა იწოდე, ამაშია ყველაფერი. მოყვასისა და ღვთის სიყვარული თუ გაქვთ, მაშინ ღმერთი მორჩილებას მოგცემთ, სიწმინდეს მოგანიჭებთ. ხოლო თუ ღვთისა და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნია და თუ ზარმაცობ, მაშინ სატანა გაწამებთ, ძველი კაცი თქვენზე შურს იძიებს და მაშინ დამნაშავე იქნება ყველა და ყველაფერი. თქვენ იწუწუნებთ თუ რატომ დატოვე ეს აქ და არა იქ. ყველაფერს სამსახურს ან დაღლილობას დააბრალებთ. იტყვით, რომ ამ მდგომარეობიდან აღარაფერი გამოვა, რა ზომამდეც მივედი. როგორ შემეძლო ასე მოქცევა და ვერ მიხვდებით თუ რამ გამოიწვია თქვენი ეს მდგომარეობა. ეს კი თქვენზე ინსტინქტების შურისძიებაა. როდესაც ადამიანი უღმერთოდ ცხოვრობს, შინაგანი სიმშვიდის და ნდობის გარეშე და როცა იგი სტრესულ, მშფოთვარე, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება, მაშინ ადამიანი სნეულდება, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ფსიქოასთენია, ნევროზი, პიროვნების გაურება, ყველა ეს მდგომარეობა დემონურია. დაბლად მეტყველებაც დემონურია. ნამდვილი სიმდაბლე არ ლაპარაკობს. იგი თავმდაბლურ სიტყვებს არ ამბობს, ცოდვილი ვარ, უღირსი და ყველაზე უკანასკნელი ვარ. თავმდაბალ ადამიანს ეშინია, რომ დაბალ სიტყვაობით ამ პარტავნებაში არ ჩავარდეს. ამ ცოდვას ღვთისმადლი არ ეკარება. პირიქით, ღვთისმადლი იქ არის, სადაც ნამდვილი სიმდაბლეა, საღმრთო სიმდაბლე, სადაც ღმერთზე სრული მინდობა და დამოკიდებულებაა. უაღრესად მნიშვნელოვანია ღვთის მიერ რომ წარემართებოდე და არავითარი შენი ნება არ გქონდეს. მონას თავისი ნება არ გააჩნია. იგი იმას აკეთებს, რასაც მისი ბატონი მოისურვებს. მსგავსადვეა ღვთის ერთგული მონაც. შენ უფლის მონა ხდები, მაგრამ ღმერთში იღებ თავისუფლებას. სწორედ ეს არის ნამდვილი თავისუფლება, რომ ღვთისთვის იწოდე. ამაშია ყველაფერი და ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. თუ ღმერთის მიერ იძლევი უფალს დაემონები, მაშინ ღვთის შვილებთან ერთად თავისუფლებაში იცხოვრებ, ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა. ასე ემართება მორჩილს, რომელიც სრულად არის მინდობილი თავის უხუცეს და ღმერთი მას თავის მადლს აძლევს. გაიხსენეთ წინასწარმეტყველი ელისე, მან აიღო კვერთხი და დაჰკრა მდინარეს, მაგრამ იგი არ გაირღვა, როგორც ეს წინასწარმეტყველმა ილიამ აღასრულა, რადგან ელისემ ეს ეგოიზმით მოიმოქმედა და არა სიმდაბლით. შემდეგ დამდაბლებულმა
როცა დაინახა, რომ თავად არაფერი შეეძლო, დასახმარებლად სიმდაბლით უხმო თავის მოძღვარს, წინასწარმეტყველ ილიას და მადლი მიიღო. წყალი სხვადასხვა მხარეს ორად გაიპო და გზა გაკეთდა, რათა იგი მდინარეზე გადასულიყო. რა თქმა უნდა, მცირედი ძალისხმევაც აუცილებელია, მაგრამ სრული სიმდაბლე მხოლოდ ძალისხმევით და ღვაწლით არ მოიპოვება. ეს არის მადლის მიერი ნაყოფი. ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, ყველაფერი რაც გამაჩნია მადლის მიერია. არათუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი, ყველაფერს ქრისტე გვანიჭებს. ყველაფრით თავმდაბლები უნდა ვიყოთ, გონებით, სიტყვით, ქცევით. ნურასოდეს ვიტყვით ღვთის წინაშე, რომ სათნოებები მაქვს. ღმერთს ჩვენი სათნოებები არ უნდა. ღვთის წინაშე ყოველთვის წარსდეგი როგორც ცოდვილი, მაგრამ სასოწარკვეთის გარეშე. არამედ ვითარცა მოწყალემან, განვწმინდე მრავლითა წყალობითა შენითა და შემიწყალე მე. საკმარისია საიდუმლოს მოძიება. ხოლო საიდუმლოს ქრისტეს სიყვარული და სიმდაბლე წარმოადგენს. სიმდაბლეს ქრისტე მოგვანიჭებს. ჩვენი უძლურებით უფლის სიყვარული არ შეგვიძლია. დაემან შეგვიყვაროს ჩვენ. გულით შევთხოვოთ უფალს, რათა შეგვიყვაროს და მისი სიყვარულის მოშურნეობა მოგვანიჭოს.